7 აგვისტოს დილით დაწერილი წერილი. ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. გრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია. მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ. თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დაუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ. თქვენ შეგიძლიათ ამაყაც თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს, მადლობელი ვარ დედაშენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი, შვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით ეს ვახოს უკანასკნელი შეხმიანება იყო დედასთან. მარად. 20 წლის. 8 აგვისტო 2008